არა, ხაზეთის ომის ვეტერანი 1992 წელს 92 წელს ვიყავი გაწეული. ეროვნული გვარდიის 22 ბატალიონი და ხაზეთის რეგიონში. ბიომეჩები საქართველოს სკოლისთვის გამწირეთ ვარ დაჭრილი, მაქვს კონტუზია მიღებული. დაავადებული მაქვს თელეჩები ორგანიზმი. ომის შემდეგ ვიმუშავე 1999 წლიდან საქართველოს თავდაცვის კადრებში, სადაც გადამეკიდნენ ყალბის ეტელობის გამო ედვარდ შევარდნაძის ხალხი დამხაშები. ნუ მოკლედ როცა მე 10 წელი ვიცხოვრე ქალაქ მოსკოვში. მქონდა რუსეთის პასპორტი. თუ მე არ წავიდოდი აფხაზეთის ომში, მე საქართველოს მოქალაქობას ქართველი ვარ, ვერ არიღებდი. 1998 წელს ჩამომარჩეს წითელი რუსული პასპორტი და მაშინ ავიდა საქართველოს მოქალაქეობა. როდესაც მე საქართველოს თავდაცვის კადრებში მსახურობდი, გადამეკიდნენ რა უნდათ ვერ გავიგე ამ მართლა სისხლის მსმენელებს დაწყებული ედვარდ შევარდნაძიდან ის ხალხი მიცალები ვის ბრძანდებიან დღესდღეობით არის სრული განუკითხაობა საქართველოში ომის ვეტერანი ქალი რამოდენიმე ქალბატონები ვართ ჩვენ ცოცხლები გადარჩენილი ზოგი დაგვეყუყა სამწუხაროდ და ვართ ესე უპატრონო მე ხარ ვიმყოფები ჩვენ სამხედრო ჰოსპიტალში აქ არის უნიკალური ექიმები უნიკალური მომსახურება რაც კი შეუძლიათ თანმყვებია მაგრამ მე ვიცი რომ მე პერსონას ხეფასები არ აქვს და დაბალი ხეფასები რასაც ისინი აკეთებენ რასაც ჩვენ გვიკეთებენ რასაც ჩვენ გვიძლებენ აი ამ დღეში პოლიტიკურად დევნილებს ჩვენ მას პოლიტიკურად დევნილები მთელი ვეტერნები მთელი საქართველოს ვეტერნები რატომ რა დავაშავეთ მე მინდა მიმართო ბატონ ბიზინა ივანიშვილს ყოფილ პრემიერ-მინისტრს რომელმაც გადაურეკა როდესაც მე ხუთად დაგვარბიეს ჩვენ ხუთჯერ დაგვარბიეს ქუჩაში გამოყარეს ნაცფაშისტებმა და შემდეგ როდესაც ბატონი ბიზინა მოვიდა იგივე ნაცფაშისტებმა გამოყარეს ქუჩაში ყინვაში ყინვა რა ვიცი ზამთარი ზაფხული სურათი იყო ზამთარი ზაფხული ქუჩაში გავატარე ასევე ქუჩაში არიან ჩემი ბიჭები რომლებიც ზოგს ფეხი არ აქვს ზოგი დაინვალიდებულია რომლებიც სვანან უპატრონოდ ვართ მიგდებულები მე მინდა მიმართო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ჩვენს პრეზიდენტს ბატონ გიორგი მარმელაშვილს რა დავაშევეთ ჩვენ ასეთი რომლებმაც ჩვენ შევინარჩუნეთ კოდორი შევინარჩუნეთ სამარშალო და დღეს გმირი ევზარ-ყიციანი სიხეში და მას 12 წელი მიუსაჯეს მე სამწუხაროდ არ ყოფილ მებოძის სუხთი ევზარ-ყიციანს მე არ ვიცი და საერთოდ ტელევიზია არსებობს თუ არა ციხეზე მებოძის სუხთი ჩემს ძმას ჩემს ევზარ-ყიციანს რომლის კურატორი მე ვიყავი და ბატონი ზაურ გოგრიჭიანი ისიც არ ვიცი ზაურ გოგრიჭიანი სოცხალია თორა და ჩემს ხელში იყო ზუსტად ის საშტატო წიგნი რასაც მონადირე ერქვა ასე რომ ბატონებო და ქალბატონებო არაფორმალი არასოდეს ყოფილა მონადირე რომელიც სისხლის ფასად იცავდა და იმ ბიჭების ფასად იცავდა სიცოცხლის ფასად იცავდა კოდორის ხეობას რომელიც ჩააბარა სააკაშვილის სისხლიანმა უწყლინო რეჟიმმა დღეს ჩვენ ყრივართ არაძლევ ბატონ ირაკლი შიხიაშვილს ჩვენი დახმარების საშუალებას მე მინდა თქვა ბატონო გივი ჭიჭინაძე ბაკის გამგებელო როდესაც მე ჩემს შეზღუდული შესაძლებელი შვილთან ერთად დედაშვილთან ერთად მოვედი დასახმარებლად სისხლის დენით თქვენს ერთ-ერთ თანამშრომელ ქალბატონს გაეცინა საინტერესოა რაზე გაეცინა ვერ გავიგე მარ ონკოლოგიურად გამოსაყრელი ავადმყოფი და ერთადერთი თავშესაფარი გასაცვლია რომ მე გადავშე არის ჩვენი სამხედრო ჰოსპიტალი აი ერთადერთი სადაც ჩვენ ვიკრიბებით ერთმანეთს უზიარებთ ჩვენს ავადმყოფობა ვიქნებათ როდესაც ჩვენს ხელში სულიდარია ძალიან ბევრმა ბიჭებმა აი აქ ბევრი იღუპება აი ამ შენობაში როდესაც ვეღარ შვერიან რატომ გვაქვს ჩვენ ისეთი დაზღვევა რომლითაც მე ვერ მივდივარ სხვა აი კერძო კლინიკებში სადაც 50 100 ლარი 1000 ლარი თუნდაც საზღვარგარეთ რატომ არ შეიძლება მე ჩემი შეზღუდული შესაძლებლობები შვილი გავაგზავნო გერმანიაში
სამკურნალოდ, მას უმკურნალოდ და როდესაც ბავშვი, რომელიც კოჭლობს და ფეხი უხმება 100%-იან გარანტიას გერმანიამ, ასე მე არ შემიძლია გავაკეთო, ვინა ვარ მე რისთვის ვიომე, მე ხომ დამოუკიდებლობას თავის შევწირე, რატომ, რა გინდათ, ვინა ხართ, რა ხალხი ხართ, დღესდღეობით იცით რა, ბატონი ბიზინა ივანიშვილის დაცვამ ჩვენ მოგვიყვანა დავით აღმაშენებლის ქუჩა 199 სარდაფი თუ საკუთრებია 26 მაგრამ ქალბატონ ეთერ კაიშაურს რომელიც როგორც გავიგე არ ვიცი შეურაცხადი ყოფილა თუმცა რაღაც პერიოდი არ ვიცი კურნალობდა საცენზე როგორც გავიგე არ ვიცი ზუსტად ეწერა გაზეთში რომ ის აქირავებდა საოფისეთ ოფისი კი არა კრიტი არ იქნება აი პატიმრები სადაც არიან მე მგონი ადინოჩკას რო ეძახიან ისი არ იქნება ის უბედურება სადაც ჩვენ ვიმყოფებით 2013 წლის 21 იანვრიდან გიორგი კაკაჩიამ ადგა ვისაც დაავარეს ბატონ დავით სერგეევიჩს გამოიძახა ბატონმა ბიზინა ივანიშვილმა და დაავარეს ირაკლი ალასანი არ მობრძანდა მე ვარ რეზერვის ოფიცერი იმიტომ რომ როდესაც მობრძანდა მიხეილ სააკაშვილი ეგრევე გამოყარა 1500 კაცი ბრძანება დაიწერა დღესაც პრეტენზია აქვს იმ ნაციონალებს რომლებიც ამბობენ ჩვენ სამსახურებს კარგად ნერა სამსახური არ დამაკარგიეთ ნერა სიცოცხლეს არ მაკარგიეთ ნერა ღირსება არ ამიხადეთ აი არ შემიგახეთ ქუჩაში გამომაგეთ 2005 წლის 15 დეკემბერს ყინვაში ხალხი არა ხართ ვინ ახართ საერთოდ საიდან ახართ აგენტებიო აგენტები თქვენ ახართ ჯერ კიდევ ტელეფონზე მოსმენები, ტელეფონზე დამილაპარაკია ხალხო, რა კანონებს ღებულობთ პარლამენტში, რა სისულელია, რას ღებულობთ, გამაგერ ვინც ხართ, ყაჩაღები ხართ, აი ეს ირაკლი კალანდია, რომელიც მოსკოვში დაიჭირა რუსეთმა დაიჭირა ქურდობაზე და დღეს აი ამ ხელა თანამდებობა აქვს, დიდი კი არ არის, მაგრამ დიდი თანამდებობა აქვს, რომელიც ესე იგი წერს სრულიად ტყუილებს წერს, რომ თითქოს მე ყოფილვარ თურმე ნინო პოპყაჟარათან ვეტერანი არის ჩემი თანმხლები პირები რას ვია რა საყაჩაყოც ვიყავი შესული ბოდიში და იმ ბოსაში აღმაშენებაზე თუ რა უბედურებას ეს არანაირ გამოგისა როდესაც გენინსპექციაში მე გადავრეკე დაავალა ბატონმა ვარლამ რაგვარი აღარ მახსოვს ბატონმა ვარლამმა რომ გამოიკვლია წესაკვე მაგრამ პატა ლონდარიძეა გენერალურ ინსპექციაში რომელსაც ორჯერ თხოვე ძალიან გთხოვთ მე ვარ ძალიან ცუდად გამომძიებელი მოვიდეს ანაკ მოვზანეს აქ სადაც ვსევარ ეხლა ანიკ მოვიდეს ან სადღაც მოვიდეს გამოიკვლიო ჩვენ გვაქვს დამამტკიცებელი საბუთები რომ ნამდვილად მოგვიყვანა ბატონი ბიზინა ივანიშვილის ბრძანებით მისმა ტირადმა დაცვამ და ამას თვითონ ბატონი ბიზინა ივანიშვილის არ უარყოს და ის დავით სერგეევიჩს ეხლა აქ წერს რომ არ წერს რომ სარდაფია წერს რომ ქალაქ თბილისი დავით აღმაშენებლის გამზირი ნომერი 199 იქ არის ბინა ეს 199 სარდაფში რომ ვარ ამას არ წერს ირაკლი კალანდია წერს რომ თითქოს მე ჩვენ შევეხეთ ესე იგი შევიჭერით ასე რომ თქვა უხეშად რომ თქვა უზრავ ქონებას შევეხეთ ესე იგი ეთერი კაიშაურისას მე ვარ ნინო პოპხაძისა და მისი თანმხლები პირების გამოსახლება ესე იგი თანმხლები ყოფილა თუმცა ჩემი შვილები და ჩემი ოჯახი და ჩემი შვილიშვილები ეხლა და ვითომ აი განიხილეს თვითონ რა განიხილეს მე არ ვიცი საერთოდ არ დაუკითხილებ და ხელმყოფა ესე იგი გავაფრთხილებ და ოქმზე უარი განაცხადა რა თქმა უნდა იყო მოსული ვიღაც გიორგი იყო მოსული ინსპექტორი და მოვიდა დეპარტამენტიდან შეერთა მაშინ ისა როგორ შეიძლება აი ომის ვეტერანი რომელიც 2005 წლის 15 დეკემბერს ქუჩაში გამოვყარეს და ჩემს ბინაში რომელიც მე მეკუთვნოდა როგორც საქართველოს მოქალაქეს როგორც ომის ვეტერანს და იქ ცხოვრობს ვალერი ომანაშვილი კარებინალი ნერალ კიკაბიძე ბაჩანახალა ეს სასტავი ცხოვრობს ყობა გუცკაია რომელიც შვილს მიტა და სადაც თეთრაძე აწამეს იმ პადვარში ჩემს უფროს შვილს ასევე ყობა ლაჭყებიანი რამდენი ჩამოგითვალოთ ეს ფაშისტები რამდენი ჩამოვთვალო და კიდევ გამოვის იქიდან მიხეილ სააკაშვილი და ეს იშვერს რომ მე მოვალ სად მოვთვალ მე გაგიხვიტა წვის სალამ სოცხალივას და იქნებ ფეხზე დამაყენოს ღმერთის ძალა რა ხდება ხალხო რა უბედურებაა ეს ძალიან ცუდად ავარ და კვდები კანა აქვთ მთავრობა
კუპტრები ხართ გიდ პრეზიდენტი რო დაფრინავთ იქეთ აქეთ და მე თქვენი პრემიერი რაში მაინტერესებთ თქვენი ჯიბები გაგისკელებიათ ამხელა 22 ლარს მიგდებთ საღლიბა თუ ადამიანი ვარ გამაგებინეთ მაშინ ადექით ბატონო და მოქალაქეობაზე უარი გვითხარით ჩემისთვის საიდან ახარ თქვენ საიდან ახარ საინტერესო თქვენ სატანისტებო თქვენ საიდან ახარ თქვენ არა ადამიანებო თქვენ სისხლის მსმენელებო აგერ ქალბატონიცებს არ მინდა შეგნებულად არ ვასახელებ სახელდაგვარს რომელსაც უგზოუკლოდ დაეკარგა შვილი ვაჟკაცი ბიჭი 18 წლის და მას 500 ლარს რატომ არ აძლევენ ამ ქალბატონს რატომ კრიშა გადახტილიათ თავზე იქ კასპის რაიონიდან რასაკეთებს იქ კასპის გამგებელი რატომ არ ეხმარება და მე მინდა ბატონ ირაკლი შიხიაშვილს რომელზეც მე თანხმობა განვაცხადე დიახაც მე თანხმობა განვაცხადე და ზოგიერთმა მეტენდება რომ ნამდვილად იქ დანიშნულიყო იმიტომ კი არა ბატონო ირაკლი რომ ჩვენ ესე მაპატეთ და ისევ ყოფილიყავით აი ქუჩაში გაყრები პოლიციას ხელშეუხლებლობა უნდა გქონდეს ხელშეუხებლები უნდა ვიყოთ როგორც პოლიციას ვერ შეეხები ისე ხელშეუხებელი ვარ მე ჩემი კანონით ეს კანონი დღემდე არის სხვათა შორის ბატონი მიხეილ სააკაშვილის დროსაც იყო ეს კანონი და დღესაც მოქმედებს ეს კანონი და ამიტომ მე გთხოვთ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილო ბატონი გიორგი მარგელაშვილო ბატონი დავით უსუფაშვილო ასევე ძველო პრემიერ-მინისტრო ყოფილო პრემიერ-მინისტრო ბატონო ბიზირა ივანიშვილო ქალბატონო ეკაბესელია თქვენ მე მოგწერეთ წერილი და რა ხდება პროკურატურა არის მკვდარი საქართველოში პროკურორები მკვდრები არიან საერთოდ არიან დარობოტებულები არ არსებობს არანაირი გამოძიება არ არსებობს აბსოლუტურად უცხოდინარები არიან მარტო გაგაგდებ სად მაგდებთ მე მაინტერესებს კი ბატონო გზა მიმასწავლეთ სად უნდა გამაგდოთ ჩემი შვილი არის მოსკოვში დაბადებული გააგდეთ კი ბატონო ინვალიდის შვილი გააგდეთ მე ხო დედა მეურვება ხოლმე ყრის კი ბატონო მომაშინ უარი განაცხადეთ ჩვენს მოქალაქეობას რომ მომაშორეთ ეს საქართველოს მოქალაქეობა და დამიწერეთ მაშინ ოფიციალურად რომ შენ ნინო პოპხაძე არ გჭირდები წარი და წაეთრი აქედან გვითხარით მაშინ ომის ვეტერნებს კი ბატონო მოვძებნით მაშინ გზას დამიბრუნეთ შენ მორალურ მატერიალურ ზარალის რაც მაფხოტიარეთ ამ დღემდე 2015 დეკემბრიდან აი ის რომელიც რომ მე დღეს ვიცე-პოლკოვნიკი უნდა ყოფილიყავი და მე უფროსი ლეიტენანტად დამტოვეთ რატომ მისი გულისთვის ჩინმენდლები რო იყვნენ ის ჩინიც წამართვით ყველაფერი წამართვით სახლი წამართვით ის სამხედროებინები რაც ჩემზე უკეთესები ცხოვრობენ კრიმინალი რო არა ვარ ამიტომ და ვინმეს ბოდიშ და საყარელი რო არა ვარ აღარ მინდა რო ვილაპარაკო ეხლა ზოგ-ზოგიერთ მინისტრებზე ყოფილებზე თუ რა გინდათ ვერ გავიგეთ თუ ადამიანის ფასი აღარ ადამიანობა გაქვს დაკარგული რაშია საქმე მე ძალიან გთხოვთ და მე თქვენ ყველა დამატებული მყავხართ Facebook-ზე მე თვითონ ვერ შემოვიდგარ ჩემი შვილი შემოვა გაავრცელებს ამას და გთხოვთ ძალიან გთხოვთ ყურადღება მიექცეთ ბატონო ბიზინა ივანიშვილო ძალიან გთხოვთ მე თქვენ კუჩი დავშევით პოლიანი ხარი და მე მინდა ასევე თქვენ მეუღლეს მიმარჯვოთ ქალბატონ ეკატერინას თქვენ თუ დედაბრძანდებით ხო დედა ხართ არა იქ რომ ვიჯექი მე ყინვაში ნუ თუ აღარ უთხართ თქვენს მეუღლეს ეს ქალი რომში დავყოფი რაღაცა მოუხერხი ამას რაღაცა გააკეთე რა შეიქნა მართლა ბოლოს და ბოლოს ქუჩაში ყოფნა მიწის ნაკვეთი იყო და გიგი უგულავ გადამიერა ეხლა აქცია 2007 წლის 24 მაისის ბრძანებულება კრიმინალი ესე იგი მერაბიშვილის ბრძანების საფუძველზე მე მინდა მიმართო ბატონ ვახტანგ ხმალაძეს ასევე მინდა ბატონ უსუფაშვილს მიმართო ქალბატონ ეკაბესელიას რომელიც კანონებს ადგენენ რომ ეს კანონი ამოიღონ და მოაშორონ აქედან და მე არ ვიცი ეს რა კანონია მაგრამ მე ვიცი რომ გამოსაკლე ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხო რომ გამოსაკლება შეწყდეს მით უმეტეს ქალმა თავი გავწირე თავი ასკოლტების გადაწენება მთელი სკოლა დაჭრილი და დაჭრილი ვარ ხალხი აღარა ხარ ხალხო დამაბრუნე ჩემ ბინაში ჩემს ბინაში დამაბრუნო კი ბატონო უნივერსიტეტ ქალაქ თბილისის უნივერსიტეტის ქუჩა ნომერი 2 მესამე სახლში გამოაბრძანონ გამოიყვანონ როგორც ჩვენ გვათრიეს და ისე გამოგვიყვანეს გვათრიეს სამი ადვოკატი ყოდა დალეკოს ქუთაში ნახევარი ჯარი ყავდა მოყვანილი და გვათრიეს და ისე წიწველ შიშველი გამომიგდეს და წიწველ შიშველი და გამომიგდეს ჩემი ინვალიდის შვილი არასრულწლოვანი იყო მაშინ ყინვაში ხალხო ყინვაში ვიყავ 2007 წელს როდესაც გადაგდება გვიდოდა თქვენი რომლებიც დღესაც ბრძანდებით თანამდებობებზე ნამდვილად გადაგდება გვიდოდა და ტიტაყი ვამბობ და ბატონი ბადრი პატარგასიშვილს უსვენ ასვალებენ
თქვენ ბადრი მოკავით თქვენ. აი ზუსტად მას უნდოდა რომ დეტემნები, რომლებიც ჭკვიანები ვართ, ჩვენ იმიტო არ გინდივართ. უნდოდა რომ ჩვენ ყოფილიყავით ხელისუფლებაში, იმიტომ რომ საქართველოს უნდა მართოს პატრიოტმა და რა თქვენმა იმა ვამპირმა და თქვენმა თაღლითმა კი არა, ჩვენ პატრიოტებმა, რომლებიც თან არ არიღებთ და ყალბოვეწენებო კიდევ მე თქვენთან იცით რა პრეტენზია მაქვს? თქვენ გვართმევთ ჩვენ იმ ფულებს, რომელიც გვეკუთვნის ჩვენ, რომელიც ეკუთვნის იმ ქალბატონს, რომელმაც 19 წლის შვილი კასპერ ქალბატონს, რომელმაც დაკარგა, უგზო უკლო და მას არ აძლევენ იმ 500-ს, მას არ ეხმარებიან არანაირად და ის წერს ჩვენთან ერთად და რომელსაც შვილის სურათი უკავია ის ელოდება ამდენი წელია მის შვილს, ანგელოზის შვილს, დღესაც დავთმობთ ჩემს სიცოცხლეს, ოღონდ ის ბიჭები სოცხლები ყოფილიყო, მე რატომ და ვინათ რომ მე მსუთხარი იმ ქალბატონს რომ მე შემია დაიყოფილიყავი შენი შვილი, ბედნიერია თუ გარდაცვლილია მეთქი, თქვენ აღარ გსხვერიათ, ნუ თუ ამდენი უნამუსობა როგორ შეიძლება რა გჭირთ ხალხო დაკარგეთ ადამიანობა, ევროპა და ამერიკა კი არაფერი აღარ ახართ თქვენ საერთოდ. მე რა მგონია ევროპაში ესეთი არ მინდა, მე ესეთი არც ევროპა მინდა, ნატოზე ხო ლაპარაკიზეთ მეტია და ქართული ჯარი, რომელსაც თქვენ ხოცავთ ავღანეთში, უცხო ქვეყნებში და ჩვენ რომლებაც ტერიტორიის გულისთვის თავი გავწირეთ, ჩვენ ბაგძივად ყარივართ ესე ქუჩაში. ესე როგორ შეიძლება ქუჩაში გამოგდება ვიღაც ირაკლი კალანძიას მეხლეწო მე ისა რატია და მომაგდოდა ისა ქუჩაში არ მომაგდოდა კი ნატყინებს კი დაჩადე ქალა დაჩადე წუთი შენ ნორმალი არა ხარ აი შენ ნორმალი არა არა ამას ცლიანად კი არ იმაში ეს სულალია ბიჭო რას მოყარა მიზანება ეს ხალხო კაი ეს თვიან გსაშუნა გამიწევ ინტერნეტში ეს არ არის ნორმალური ხალხო კაი ეს ამას ჭრი კაც ვამუშავებ ეს დადიდა მაგრამ გაარჩევთ ეს ხალხი კაც ყველაფერი კი არ გავა კაც ამ ხელა რა დაიდება მაგ არ არის მას შეგრე არ არის კაი სხვა შენ სახელავარი იყო სახლა საჭიროა კაც კაცი მომესი სურათ შენი ბიჭის არ გინდა აი ეს ხალხი ხეს მიში ზაბარაში მე მეშლება